საღამოშობისა თქვენ უყურებთ ეკახოფერიას თოქ-შოუს. ქალი, რომელმაც ცხოვრების საუკეთესო წლები დევნასა და გადასახლებაში გაატარა, ბაბო დადიანი. მიქელაძეების, შერვაშიძეებისა და დადიანების შთამომავალი. ჩვენს დედაქალაქში სილამაზით განთქმული გოგოების, სალომე და თათული ღვინიაშვილების დიდი ბებია. ვფიქრობთ, მისი ისტორია, რომელსაც დღეს გიამბობთ, ყველა თაობის მაყურებლისთვის იქნება საინტერესო. მე მინდა წარმოვადგინოთ ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, დიდი უფროსი თათული ღვინიაშვილი. ქალბატონო თათული. გამარჯობა, მოგძანდით. დიდი მადლობა, რომ ხართ დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი. მადლობა თქვენ, რომ ასეთი დიდი ყურადღება გამოიჩინეთ. ერია ძალიან დაინტერესებული იყო ბაბუათი. მოვიდა ლენინის დეპეშა პრიკრატის რასტრევი. რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, ყოველთვის ძალიან რთულია და არის ხოლმე რაღაც მონაკვეთები, რომელსაც ვერ ვკითხულობ და მეტირება. აღარ ტირიბარ და ამ დროს ბავშვი შეწყდა. ძალიან ძნელია მათ ამბობს მოსმენაც კი. მაშინ, როდესაც დედა თქვენმა, ბაბო დადიანმა და მამა თქვენმა, ალექსი მასხარაშვილმა გაიქცნეს ერთმანეთი, მათ ქორწილზე საუბრობდა შემდეგ მთელი საქართველო. აი ეს ლამაზი საქართველო შეიძლება არა, მაგრამ მთელი თბილისი ნამდვილად. თბილისი. თუ არსები ქალბატონი ბაბო ძალიან დაწვრილებით აღწერს მის დღიურში. გარეგნობითაც არ იყო დედა ცუდი და იყო ძალიან ლამაზი. მამა ახალი ჩამოსული იყო ლონდონიდან და შესახედავად მართლა ძალიან კარგი იყო და აბსოლუტურად განსხვავებული იყო და დედა ამბობდა კიდევაც ყველა ამილახვრებს, ყველა ორბელიანებს და მაინც ჩემი ალოშა ჯობდა. ნუ მაგათი დაქორწინება მოხდა ძალიან ისეთი დიდყირო პომპეზურად, ძალიან თქვათ როგორი კაბა ეცვა, ვის მიერ შეკერილი? ძალიან საინტერესო კაბა. იცით რომ მე მაქიმ კაბის ესკიზი ნაგლეჯები მხოლოდ იმიტომ რომ ბრიუსელის მაქმანები იყო ხელით ნაკეთობა, ძალიან ლამაზი კაბა ეცვა. ძალიან ისეთი დეტალი არის, როდესაც არა თაიგულები, არამედ თითო ვარდი ეჭირათ და ვარდი თანაც შეღებილი იყო ცისფრად, ხო? ცისფრად, ცისფერი. მეჯვარე იყო მერი შარვაშიძე და გენერალი ბალოძია წულუკიძე, რომელიც შემდეგ დახვრიტეს. აღწერილი აქვს ფანტასტიკური საჩუქრები, რაც მიიღო დედამ და როგორც მოაწყო მამამ ის ბინა, სადაც უნდა ჩამოსულიყო. ინგლისიდან გამოიწერა რაღაცები საფრანგეთი და დედა ყვება რომ სამზარეულოში რომ შემიყვანეს და შევხედე გამოსვლაც არ მინდოდა და ისე ლამაზად იყო მოწყო. ყველაფერი ამის დატოვება, გაუხსნელი ყუთების აი მიღებული საჩუქრების, მამაჩემის საჩუქრებიც ეს ყველაფერი იძულებული იყვნენ დაეტოვებიათ. ქალბატონ თათული 21 წლის 25 თებერვალს აი იმავე დღეს წავიდნენ. შემდეგ ქართული ემიგრაცია სახლობს და მკვიდრდება კონსტანტინოპოლში. მართალია, დიდი განცდა ჰქონდათ და რო აქ დატოვა დედამ, ბებია დატოვა და ძმა დატოვა. სამშობლოს ტოვებდა, ეს დიდი განცდა იყო, მაგრამ ძალიან სასიამოვნო წრე იყო. თუ რუსული საზოგადოება, თუ ჩვენი ქართული ეს მერი შარვაშიძე თავის დებით, რიმა ერისთავი, ნუ აი ოლია სვანიშვილი თავის არაჩვეულებრივი გარეგნობის ქალი, რომელმაც იტალიაში ერთ-ერთ უდიდეს მეჯლისის დროს, სადაც მთელი ესეთი კორპუსი იყო დიპლომატების და ის იქ მიიღო პირველი პრიზი, ოქროს მედალი, რომელიც ეხლაც აი ესეთი მშვენიერი ქალი, მშვენიერი საზოგადოება დაბრუნდნენ. წამოვიდნენ საქართველოში. ეს ვისი გადაწყვეტილება იყო, რომ საქართველოში? დედას და მამას გადაწყვეტილება იყო.
ჩამოვიდნენ აქ და საშინელი სიტუაცია დახვდა. მე რო იყო ასეთი საშინელი სიტუაცია, იქ დახრეტები, დაჭერები, და მამამ თქვა ცოტა ხნით კიდე წავიდეთ. და ცოტა ჩაწყნარდებაო და მე წამოვიდეთ ისევ და მეორეჯერ წავიდეთ. ჩემი ძმა იქ დაიბა და რო გახდა 8 თვის ჩემი ძმა და ჩვენები უკვე ყველა ეს ემიგრანტები ჩაჯდნენ გემში და წავიდნენ პარიზში საზღვარგარეთ მარსელში ესე იგი და მე ზოგი პარიზში ზოგი ჩვენები მაგალითად ბევრი ძალიან პარიზში წავიდნენ. ესენი წამოვიდნენ 8 თვის ჩემი ძმა ჩამოიყვანეს და წამოვიდნენ. არაფერს არ დაუშავებო მამა ჩემმა პოლიტიკაში არ ჩავერევიო, ჩემ საქმეს ვიმუშავებ წესიერა და პატიოსნათო და რატო რას მიზამენ ერთ წარმოიდგინა. ჩამოვიდნენ აქ აი ეხლა კიაჩელის ქუჩაზე იყიდეს სპინა. პირველად როდესაც დააპატიმრეს 1924 წელს. და მაშინ დედას ქალბატონ ბაბუს არ შეეძლო ხო ნახვა მისი. იცით რა დედას მამასთან შესუსუფლება არ ქონდა, მაგრამ მაშინ ციხეში იჯდა კათოლიკოსი, შემდეგ კათოლიკოსი, მაშინ მიტროპოლიტი კალისტრატე და იჯდა ამბროსი ხელაია და იმასთან დედას შეეძლო შესვლა. აი დედა რო ამბობს რომ აი პიჯვარის გადაიწერა, ესე იგი უფლება მქონდა მეთხოვა შევსულიყავი და კალისტრატე ანა მეუფე ამბროსი ხელაია მენახაო. და მაშინ გაივლიდა ალეშა და გამოივლიდა და ასე შემომხედავდა მეც და შემხედავდი ალეშას. და იქიდან იცით წერილები ახლა ყველა წერილების რომ ძალიან ცუდად გამოიყურებოდი და რატომ და რაღაცა სულ გამცდები ქონდა ისა. მაშინ იცით ადრე ის იყო კალათები იყო დაწმილი კალათები აი სანოგვაგის საყიდლად მქონდათ ხოლმე ეს კალათები და აი როდესაც დედა გადასცემდა ციხეში სანოგა ამ კალათები და ეს კალათები იყო დაწმილი ჭიდის კალათები იყო და იმაში ჩადო წერილი და დედა მიმختارიყო მიმოწერა მივიღე ყველაფერი კოცი შენი შერშე ფარაგულად ნიშნავს ეძებე და ახლა ეს ბადრაგები ვერ მიხვდენი ფიქრე ზედმეტი სახელი ალბათ შერშენ ყოველთვის ალოშას არ მიაქცეს ამას ყურადღება, მაგრამ დედა მიხვდა დაშალა კალათი და ამოიღო ეს პატარა წერილი. ჩემო სულიერად და ხორციელად ლამაზო და კარგო, სიხარულო და სიამაყე, უკიდურეს და სასოწარკვეთილ მომენტშიაც თვალწინ მედექი, როგორც წმინდა ანგელოზი. აფაქიზებდი და აკეთილშობილებდი საზიზღარ ბინძურ ატმოსფეროს. ყოველივე საშუალება წამების, რომელიც აქვს ამ საშინელ მანქანას, ჩემზე ნახმარი იყო, მაგრამ ყოველივე სიმწარე სიტყვებად აქცია შენ. მაშინ, როდესაც მე ცივ საშინელ სიმყალეში ვიჯექი და სიკვდილს ველოდებოდი, კაც რომ ეთქვა შენთვის არ გირჩევნია, რომ არასოდეს საქართველოში არ ჩამოსულიყავი, ახლა სადმე ტაიტის კუნძულზე იყო, სადაც მუდამ გაზაფხულია და სილამაზე, ქონებით, ფუფუნებითი ცხოვრებდი, შეურაცხყოფილად ჩავთვლიდი ჩემს ხრცნობებს. რადგან იმდენ ბედნიერებასა და ნეტარებას ვერსად ნახავდი, რამდენიც მე შენ მომანიჭე. ოხ ცუცნა, როგორ მიყვარხარ, შენ რომ იცოდე როგორ პატივს გცემ, როგორ გაფასებ, როგორ მინდა მოვესწრო იმ სანატრელ მომენტს, როდესაც მე შენ ისევ მოგივლი, გიალერსები. მე მინდა როგორც შენ გეკადრება ისე გაგრძნობინო, რომ თუმცა ეს ცხოვრება უკუღმართია. სიკეთე სისპეტაკე ყოველთვის ტანჯვით აჯილდოვდება. არამედ ბნელ ღამეს მოყვება ნათელი დილა და ცივ ზამთარს თბილი და ლამაზი გაზაფხული.
ეს წერილი დედა შენახული აქ სხვათა შორის ქაღალდი და ეს დაბნეული აქ და აწერია რომ ეს 6 თვე კასრში ეს წერილია 6 თვე კასრში ძრომის შემდეგ მამაჩემი იმისათვის რომ თავაზობდა ბერია რომ ენები იცი ფრანგული იცოდა ძალიან კარგად გერმანული ინგლისური რომ იმუშავე ჩვენთან მანქანას მოგცემთ რამაზი ცოლი შვილები ყავსა და უნდა დაეთანხმებია და რო არ თანხმდებოდა მამაჩემი ამაზე ჩასვა კასრში აი ნამდვილად ისე რომ აი ვერც ჩდებოდა როგორც მერეყვებოდა მამა და ვერც იმართებოდა და იქ-იქ მუშაობდა ქალი რომელიც მერე ჩვენ სკოლაში იყო ექიმი და ერთ დროს გავხდი ცუდად და რაღაც შევედი და რომ შეავსო და მასხარაშვილიო და მკითხა მამას რა ერქვა და ალექსანდრე ალოშა მეთქი ალოშას ეძახა არაფერი საცხოვრობთ ეს მკითხა და იქ ვცხოვრობდით მე მე-14 სკოლაში სწავლობდი ეს იყო ჯაფარიძე მახარაძის ქუჩაზე ახლა ჯაფარიძის ქუჩა და ღამე შუაღამისას ვაღებთ კარებს და ეს ქალი მოვიდა დედასთან და უთხრა რომ მე ციხეში ექიმად მუშაობდი ყოველ ღამე გამომყავდა 20 წარს შემოსულ დაფორებული იყო ფორები ედება ტანზე 20 წარს შემოვახვევდი და ვასეირნებდი და მამაჩემი ამბობდა რომ აი ქალის არც გვარი ვიცი იმიტომ რომ არ შეიძლებოდა თქვა არც სახელი რომელმაც მე სიკვდილს გადამარჩინა მაგრამ მაინც არ დათანხმდა დიახ და ამის მერე კიდევ ორჯერ დააპატიმრეს მეორეჯერ 31 წელს სამჯერ იყო დაპატიმრებული მამას საჭერის მაგიდაზე ქონდა თავის ილიკო მახარაძე იყო რომელთანაც ძალიან მეგობრობდა გამოყავდა თეზოში და კითხულობდა სიას ოგანეზოვი იყო ჩეკისტი დღეში თითქმის კი არა ნამდვილად 100 კაცი იყო და ბოლოს უკვე რო ჩავიდა ბოლოს ეს მოტრიალდა და მამაჩემს უთხრა ჯოშა მგონი გადავრჩიძო და ამ დროს ამოიკითხეს ილიკო მახარაძეო და მამაჩემი ბედნიერი ვარ რომ მივდივარ რომ მეორე შენ მაინც ცოლი და შვილები იქნებ გადარჩა რამდენიმე დღეში მოვიდა ლენინის დეპეშა პრიკრატის რასტრელი ეთქვა ძალიან ბევრი მოგვივიდაო და მამაჩემი ყვებოდა მე და გრიგოლ ლაღიძეო ერთად გამოვედითო და ამ ციგნებს მგონი უნდათ უთხრათ რომ მადლობა უთხრათ რომ დახვრეტას გადავრჩითო მაგრამ 34 წლის მერე ჩვენ ხოდი სოფელში წავედით გარკვეთში მე ჭათურაში ცხოვრობდა და მარგანეცის მრეწველობა მაშინ ამერიკელები ჩამოვიდნენ ჰარიმანი და ეს და მამაჩემი თავის ცოდნით იმითი მიიწვიეს სამუშაოდ და ძალიან კმაყოფილები და შედარებით ნორმალური ცხოვრება ჰქონდა მაგრამ 31 წელს აი როგორც ეხლა აი ამას უყურებ დგევარ ღამეა რაღაც არ დავიძინე და რატომღაც გადავიხედე ხმაური გავიგე და ხედავ აი 4 კაცი რაღაც აი ნახევრად მოდიან შემოვიდნენ და ჩვენ კარებზე დააბრახუნენ ნუ ჩვენ მივხვდი და შევარდი რომ ვიღაც კაცები არიანო და მამაჩემ თქვა ალბათ მომაკითხეს და აი დააპატიმრეს მაშინ დიდი როლი ითამაშა ჩვენ ქუჩაზე ცხოვრობდა მაშინ აბელონ ენუქიძეს იცნობდა მამა და დედა ფიქრობს რომ იმან გადაარჩინა მამა მაინც დახვრეტას და მაგრამ არ მიცეს საქართველოში ცხოვრების უფლება და სამი ქალაქი შეთავაზეს აირჩიო საგინდა ცხოვრება მამაჩემო სარატოვი აირჩია და ჩვენც არ მოგცეს არც ბინა და არც ცხოვრების უფლება აბსოლუტურად საშინელი პერიოდი იყო ეს მოსაყოლად არა მაგრამ ცერემდებათ ვიყურებოდი ვისთანაც ვიყავი
დატოვებული ეს ფიქოცეების ოჯახი იყო ჩემ ცხოვრებაში არ დამავიწყდება მე თვითონ დედა რო გავხდი წარმოვიდგენი შევიდოდი აბაზანაში და არ გამოვდიოდი მომდიოდა ცრემლები თათული ვიხარჯი თათული გამოდი თათული ჩაიდალი ნუ არ გამოვდივარ და მე მომიწვებოდა ეს დიდი ფიქოძე და მიყვებოდა ზღაპრე და ამ დროს მეორე ოთახში სტუმრები იყავდა აი გეფიცებით ჩემ შვილებს და შვილებს ეხლაც მესმის ლილია მოუშლი არ მტოვებდა და ისე მინდოდა წასულიყო მარტო და ჩემიყავი და მეტირა და ეხლა დედალილი წადით რა სტუმრები ყავ წადით მე გავჩერდები მე აღარ მტირი ვარ და ამ დროს მღავილს ვეცხახდი და არ მეტო შემდეგ უკვე 31 წელს დაპატიმრების შემდეგ მამა ბრუნდება ისე 35 წელს ჩამოვედით აი ბინა ვიყიდეთ ახლა ინგოროყოს ქუჩაზე წელიწადში მოგვაკითხეს მამამ სახლში არათებდა ღამეს და დედა ეხერწებოდა წადი რუსეთშიო გააღწიეს სადმე წადიო რომ ვერ გადარჩები ხო ხედავ ირგული აღარავინ არ დატოვეს იმ ღამეს სტუმრები იყვნენ დედა ჩამოვიდა ქუთაისიდან და ბიძაც ჩემი მოვიდა ძალიან ენამოსრებული იყო კარგად ვღეროდა და იმ ღამეს დარჩა კიდევაც და მოაკითხეს მაგრამ საოცრებად თელი ღამე შფოთავდა ჩემი ძმა არ დაიძინა არ გიორგი მეუთხარი დამაძინე რა დამაძინე მე ისევ გაკონი ესეთი საშინელება ისევ ბინის აყრა ისევ წიგნების ფურცლების ნუ საშინელი სიტუაცია მას მერე მამა უკვე აღარ გინახავს უკვე აღარაფერი აღარ ვიცი და დახვრეტის შესახებას ძალიან გვიან არც იცით რა არც ვიცოდით რომ დახვრეტილია ქალბატონო თათული შემდეგ უკვე როდესაც თქვენ თბილისში ხართ და აი ის რასაც თქვენ ყვებით იმ სახლში სადაც დედას აივანზე ეძინა ეს იყო 6 კვადრატული მეტრის ბინა ხო დედას აივანზე ეძინა 3 წელიწადი თითქმის 3 წელიწადი 4 წელიწადი იმიტომ რომ დედა მერე წავიდა მოსკოვში იქ ურჩიეს რომ წავიდეთო ქალებმა იქ რამოდენიმე კაცი და თხოვოთო რომ გვითხრანო ცოცხლები არიან თუ რაღაცაო და შევედი ოთახში მაგიდას უჯდა სათვალეებიანი გველი ბერია შემეკითხა სად შემობრიე ხარი მე ვუთხარი ვეძებ ქმარს დაპატიმრების შემდეგ არ ვიცი სად არის დაპატიმრებული აგრეთვე ჩემი ძმა ბონდო დადიანი და ავუხსენი ჩემი ბინის მდგომარეობა ალეშაძე ცივად მითხრა ваш муж английский шпион Мы ничего не можем помочь. Мем кацрадул пасухи. Английским шпионам его сделали Каулин и Корвин. მე პატარა медальони მქონდა მკერდზე. ნიშანი შოთე რუსთაველის თავი. ბერია დააცქერდა. ხომ არა გონა კაცი ჭამიებს დავიკრავდი გულზე. Кто он მკითხა. მე ვუპასუხე. შოთა რუსთაველი. ამან გამახსენა რომ ჩანთაში მქონდა გიორგი და თათულის სურათი. ამოვიყიდე ვაჩვენე. ბერია, хорошие ребята. Мне амазадать вупасухи. Этим хорошим ребятам нужно воспитание для общества и для государства, а у них нет условий, нет комнат. Меня выселили из 2 комнат, всего 22 квадратных метра, и дали в театральном переулке 7-метровую клетушку без окна. Это не комната, это коридор бывшей гостиницы. Берия მიუბრუნდა ბაღჩო ქობულოვს უთხრა, დაუკავშირდი რაფავას და მისი ბინა დაუბრუნონო. Исев მე მომმართა. Вы, должно быть, нуждаетесь. Мы в упасухе. Это не важно. Не важно и нужно знать, где мой муж и брат. Амаза Исевим Русев Смимарта. Вот такая молодая, и каждый год у нее сидит в тюрьме или муж, или один брат, или другой. Исев Гаймеура. Вам деньги должно быть нужны. Мы вам поможем. Амаза Меуце Павдакита в упасухе. Я от моих родных братьев не принимаю денег. Авдакита Асладава Пире. Вы, пожалуйста, бросьте ваши княжеские гордости. Сашинели мегрули акцентит. Садмидихар. Кто вас пустит? Уцев დამარტყვა თავში რომ დამიჭერენ, ალბათ დამტოვებენ. Მან კიდევ მიმართა იმათ და თქვა: Такой может быть только Мингрелка.
მეორეოდე ნაბიჯი გადავდგი და უცბად მაგიდას მივადა ხელი და შევჩერდი. სუნთქვა შემეკრა, ცრემლები უცბად მომწყდა, რაც არ მინდოდა ჩემი ცრემლები ენახათ. კიდევ ერთი ესეთი ძალიან ტრაგიკული ისტორია თქვენს ცხოვრებაში, როდესაც უკვე თქვენ დედა და თქვენი ძმა გადაგასახლეს. ძმა და გაზრდილის. არ მოგწეს ჩემადნების წაღების უფლება, მხოლოდ ქვეშაგები წაიღეთ, იმიტომ რომ ნარევი იყო ეს საქონლების გადაზიდვის საბარგო მატარებელი იყო და ამ ლებებში ჩემმა ძმამ ჩაყარა ეს დედას ყველა სურათები ერთ-ერთი ლების პირი გადააძრო და ამ ლებებს ეს რო შეფუთეს, იმიტომ რომ საბარგო მანქანა იცდი და ყველა ოჯახის წინ საბარგო მანქანით წაგვიყვანეს. 14 დღე ვიმგზავრეთ, ჩაგვიყვანეს საშინელ პირობებში და ესეც განვიცადეთ, ესეც ძიმე განცდა იყო. ის ისტორია როგორი იყო რა, როდესაც ყველა ქართველს იქ მყოფს, მიუვიდა დეპეშა, გილოცავთ დაბადების დღეს, ხო? ეს როდესაც სტალინი მოკვდა, სტალინი რომ მოკვდა. ყველა ქართველმა მიიღო ეს დეპეშა. ძალიან ბევრი დეპეშები მოვიდა, გილოცავთ დაბადების დღეს. იცით რა, ძალიან მალე დაიწყო ეტაპობრივი განთავისუფლება. მოაყენეს მაშინ მატარებლებიც, საბარგო მატარებლები და მიყავდათ ხალხი და ბერია რომ დაიჭერეს, უცბად შეაჩერეს ეს და მოგვიწია კიდევ ორი, ვინც ვერ მოხვდით იმ პირველ ნაკადში, იქ დარჩენა. ყველაზე მძიმე მომენტი თქვენთვის, თქვენს ცხოვრებაში როდის იყო? მე ვნახე თქვენი ინტერვიუ, სადაც თქვენ იხსენებთ, როგორი ხედებოდით კარიბის გასაღებში, რომ გენახათ არეულია თუ არა სახლი და ამით მიხდებოდით. სკოლაში ეს 37 წელს ქალებს იჭერდნენ, ძალიან დედა იმალებოდა, არათებდა სახლში ღამეს, იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ მოაკითხეს. და მე და ჩემი ძმა მარტო ვიყავით, დედა იმალებოდა. მაგრამ გაკვეთილზე რო ვიჯექი და ყვებოდა მასწავლებელი, გაკვეთილს ვერ უსმენდი, იცით, აი ფიქრობდი, დედა დამხდება სახლში თუ არა. ქუჩიდან წაიყვანო, იქნებ მოდიოდა ჩვენს ანახავად. თუ ბინა არეულია და რომ მოვდიოდი სკოლიდან, სანამ გასაღებით გავაღებდი სახლს, გასაღების იმაში შევიჭყიტებოდი, რომ ბინა აყრილია თუ არ არის, ესე იგი დედა არ წაუყვანო. თავარი მათი მიზეზი დაბრუნებისა იყო ის, რომ მათ უნდათ, რომ მათი შთამომავლობას ეცხოვრათ საქართველოში. მე უნდა შემოვიყვანოთ ბაბუ დადიანის შთამომავლობა საქართველოში. ხალხმია, ეს ისტორია არის ამოუწურავი, ძალიან ბევრი დეტალით და ნიუანსით. ჯერთი მინდა დიდი მადლობა გითხრათ იმ საინტერესო მასალისთვის, არქივისთვის, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ. ყვებოდა ქალბატონი თათული, რომ ძალიან საგულდაგულოდ ინახავდნენ ამ არქივს. შეგიძლიათ მოყვეთ ისტორია ამ არქივის? ეს არქივი ფოტო მასალა ორ გადასახლებაში იყო, ეს ლეიბში ამოკრული, წაღებული და შემდეგ წლების მანძილზე ინახებოდა მის პატარა ბინაში, აი ძალიან დიდ ჩემოდანში, ძველებურ ჩემოდანში. დღესდღეობით ეს ფოტომასალა მოთავსებულია ერთსულოვნების ტელევიზიაში და ეს მოხდა მეუფე პეტრეს და ქალბატონი ნინო ხოფერიას ხელშეწყობით. იმდენად საინტერესო მასალაა და ეს არ არის მარტო საქართველოს ისტორიული მეხსიერების აღდგენა, იმიტომ რომ ეს არის სულიერებაც, ჩვენი სულიერებაც, იმიტომ რომ თითოეული ამ ფოტოს უკან დგას ძალიან საინტერესო ისტორია, თავისი
პიროვნებით. ეს დღეობით უკვე ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი შევკრათ ეს მასალა და გავაკეთოთ ერთი საინტერესო წიგნი, ალბათ საინტერესო წიგნი გამოვა, იმიტომ რომ არის ძალიან საინტერესო ჩანაწერები, ხელნაწერები. რა არის საბოლოო გეგმა? გაკეთეთ ამ ფოტოების ელექტრონული ვერსია და მოხდეს ამ ფოტოების დეტალური აღრიცხვა და უკვე დამუშავებულია უმეტესობა ამ ფოტოების, რომელიც უმეტესობა ძალიან დაზიანებული იყო. და გეგმაში გვაქვს და ძალიან გვინდა რომ გაკეთდეს ესეთი წიგნი ალბომი, სადაც შესული იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოები, თავისი კომენტარებით, რომელიც ყოველ ფოტოს უკან აქვს თვითონ ბაბოს მიერ დაწერილი კომენტარი. ყვებოდა თითქმის ყველაფერს დეტალურად, ახსოვდა აბსოლუტურად ყველაფერი. გვარებით, სახელებით, ვინ როდის დაკითხან, რამდენი იყვნენ, რომელ წელს, რომელ რიცხვში. ცოტა ძნელი იყო ამის მოსმენა, ხან ჩვენ პატარები ვიყავით თან, მაგრამ აინც უწევდით ანგარიში იმით, რომ ამით რაღაცნაირად ის თავის წარსულს, თავის ცხოვრებას ჩვენ გადმოგცემდა. ძალიან ტრადიციული. ამბობენ რომ აი ბოლო მომენტამდე 95 წლის ასაკში, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა და მე თქვენი ქალიშვილისგან სალომესგან ვიცი რომ ბოლო წუთამდე ის იყო მოწესრიგებული ფორმაში. მე მინდა თქვენი თვალით დანახული რძალითან როგორ მოგვიყვებით. იყო ყოველთვის მე არც მახსოვს სხვანაირი. ჩვენ რომ მიდიოდი სტუმრად ეს სხვა არის, მაგრამ პერიოდები იყო რომ წყნეთში ვიყავით ყველა ერთად. აი მთელი დიდი ოჯახი და ეს იყო ყველაზე საუკეთესო ალბათ პერიოდი. და ყოველთვის სიკვდილამდეც აი სწორედ დედას აქვს ეს მაშინ მოგონებაში სადღაც უწერა რომ იმ დღეს მოიხსნა პირველად მე მგონი სამკაულები. ყოველთვის საყურით, ლამაზი მძივით, ეს ერთი არაჩვეულებრივი სურათია მისი ხელები, ეს ბოლოს ლამაზად არის, მე მგონი თქვენ გქონდათ აქმა. სპეიჭდებით. საოცარი ღირსების მატარებელი ბოლომდე ცოტა ქედმაღალი, აი ესეთი გვახსოვს ყველას. სალო, მე მინდა შენი მოგონებების ბებიაზე, რომ კარგად გახსოვს, უკვე საკმაოდ დიდი სიყავი. ნამდვილად კარგად მახსოვს და აი დედამ თქვა სწორედ წყნეთში გატარებული პერიოდი. მე მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ მართლა კარგად მახსოვს, დამისვავდა ხოლმე და მიყვებოდა და მახსოვს, რომ სულ წერდა და სულ მაინტერესებდა რას წერდა და გავიდა დრო და მე ყველამ წავიკითხეთ მისი მოგონებები და სხვათა შორის აი მართლა ძალიან რთული იყო ვიცოდი ეს ისტორიები და მოყოლით თქვათ დიდედასგან, იგივე თათულისგან, მაგრამ მაინც რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, ყოველთვის ძალიან რთულია და არის ხოლმე რაღაც მონაკვეთები, რომელსაც ვერ ვკითხულობ და მეტირება. მაგალითად წერილი მეუღლის, როცა წერს დიდედას, იმიტომ რომ რაღაც განსაკუთრებული ჩემთვის მართლა ძალიან სამაგალითო იყო მათი ურთიერთობა ოჯახ ცოლ-ქმრის. მე ვფიქრობ, რომ რაღაც არანორმალური სიყვარული იყო და მართლა ძალიან სამაგალითოა ჩემთვის მათი ურთიერთობა და ძალიან მიჭირს ხოლმე წერილების წაკითხვა, იმიტომ რომ რაღაც მეკეთება და ვეღარ მკითხულობ. კი, ნამდვილად. გადაცემის მეორე ნაწილში სწორედ დავისაუბროთ იმ თემაზე, აი მძიმე ისტორიების მიუხედავად მაინც არის საუბარი იმაზე, რომ უნდა დაიდგას ახალი ძეგლები სტალინისთვის და იდგმება. როგორ ფიქრობ, შენ ხარ ამ დიდი ოჯახის წევრი, როგორ ფიქრობ, რატომ არის ეს დღეს კიდევ აქტუალური? ეს დაკავშირებული იმასთან, რომ არ არის გააზრებული ჩვენი ისტორია. ჩვენ არ გვახსოვს ის პერიოდი, რაც იყო და გონია, რომ აი 60-იანი, 70-იანი, 80-იანი წლების დასაწყისში რაღაცა ვითომ შეფუთული კეთილდღეობა რაც იყო, ის იყო რაღაცა ყველაზე კარგი პერიოდი ჩვენ ცხოვრებაში, ანუ საქართველოს ისტორიაში, იმიტომ რომ იყო რაღაც კომუნალური გადასახადები იყო ძალიან დაბალი, ან საერთოდ არ იყო.
და რატომღაც დავიდა ეს აქამდე, იმიტომ რომ რეალურად ისტორია ამ ადამიანების წლების მანძილზე იყო დაფარული, ანუ არ ჩანდა არსად და დღესაც პრინციპში არ არის არც ერთ სახელმძღვანელოში ეს პერიოდი სწორად გააზრებული და სწორად დაწერილი. რას ფიქრობთ თქვენ, ანუ მაინც არ ცოდნა არის იმის ბრალი, რომ ეს ჯერ კიდევ ცოცხალია ეს იდეები და ძალიან ბევრი ახალგაზრდაც უჭერს ამას მხარს. ხო, რა თქმა უნდა, არ ცოდნასთან არის დაკავშირებული ეს და ეს ალბათ ნელ-ნელად რომ მოიტანს და რაღაც დრო უნდა გავიდეს და რაღაც აზრი უნდა ჩამოყალიბდეს საერთო ქვეყანაში და საბოლოოდ მივიღოთ იქამდე, რომ ეს ყველაფერი გააზრებული იქნება. ის რაც ბაბოდადიანმა ჩაიფიქრა ალოშა მასხარაშვილთან ერთად, რისთვისაც ისინი დაბრუნდნენ, ეს შედეგი შესრულებულია. ეს შედეგი არის მათი ისტორია, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის როცა მე აღარ ვიქნები. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის რაც ბაბოდადიანმა ჩაიფიქრა ალოშა მასხარაშვილთან ერთად, რისთვისაც ისინი დაბრუნდნენ, ეს შედეგი შესრულებულია. ეს შედეგი არის სახეზე, ეს შედეგი არის მათი ისტორია, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის ძვირფასია. ასე რომ მე გავაზობთ ამ კლიპს, ჩვენ ერთად ვუყუროთ და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. დადგებანის ურანელი სულ საიღებენ ფიქრები ამ გზაზე ვინამეჩა